და მან მაკადრა უთქმელი. მე მეფე თამარი, მე მკვიდრე გიორგი მეფისა, მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი, მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშაჰთა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა. მახვილი მესიის მოვლენილი. მამა ხვაშიადმა გადაიყოლა, მეფემ ცოლად 20 ასული გამოარჩია, დედამ ბოლომდე უერთგულა მამასა, 9 წელი ევედრა უფალსა, შეისმინა უფალმა, მე 10 წელსა აჩუქა ქალი, თურმე არ ჰქონია ზღვარი მამის სიხარულსა, ამბობდაო, უფალმა შეისმინა ვედრება ასული მომცა, მერე მემკვიდრეს მაჩუქებსო. მალე მეორედ დაორსულებულა დედა. უთქვია მამასა, მირჩევნია ამბავი მაცნემ მომიტანოსო, ვიცი უფალი ძეს მაჩუქებს, დასრულდება ხვაშიადი მეფისაო. თურმე დედა შველო და დარდსა მეფისა, თუ მეფე საომრად წავიდოდა მოსლამდე არ მიეკარებოდა სარეცელსა, დილამდე ავედრებდა მამაზე ციერსა, მუხლმოყრილი რჩებოდა ტაძარსა, მერე მიიძინებდა თავისავე სავარძელსა. მამა საომრად ყოფილა, ღამე დაღლილი დაბრუნებულა, დედა ხატის წინ მუხლმოყრილი დახვედრია. უთქვია, ჩემთან ერთად დადექიო, დილამდე ხმა არ გაუცია, ერთად ულოციათ. დილას უთქვია, ისმინა ვედრება უფალმა, შენი ხვაშიადი დასრულდებაო. მე ვყავდი მამასა, სტანჯავდა დარდი მემკვიდრისა, თურმე დედა ძველებურად აგრძელებდა ვედრებასა. მამას არ უსურვებია დარჩენა სასახლესას, შენ ევედრე უფალსა, შენს ვედრებას შეისმენსო, თურმე თვითონ სანადიროდ მიეშურებოდა, ეგონა უფალი აჩუქებდა ძესა, მანამ ძე დაიბადება ვინადირებოთ, იქ დაველოდები მაცნესას, საზეიმოდ მოგართმევ ნანადირევსაო. თურმე ყოფილა შუამთის ტყესას ირემი მონდომებია, მელოგინეს მივართმევ ირმის ხორცსაო. მისულა მაცნე მეფისა, მესამე დღეს მიუღწევია, უწვალია თოლსა. მამას უთქვია, ჯიხვის რქით პირველი შენ გამოსცლი ღვინოსაო. დაღლილა კაცი, მაცნე ცუდი ამბისა, დუმარე ყოფილა, ვერ გაუბედია ამბავი. მიმხვდარა მეფე მივარდნია, ხმა ამოიღე, მითხარი ამბავი ქალისაო, ეგონა მშობიარობა გაურთულდა ბურდუხანსაო. უთქვია მაცნესა, მერჩივნა მეფე გამეხარებინა, მეორე ქალი დაიბადაო. თურმე ძალა მოუკრებია მამასა, რამ შეგაშინა მესამე ძე დაიბადებაო. ვერაფერი უთქვია მაცნესა. ბრაზი მორევია მეფესა, რაღაც თუმხარო. უთქვია, დედოფალმა შვა ქალი, მალევე მოკვდაო. მეფის ღრიალმა ზვავები მოსწყვიტა მთასაო, ვითახვადი დაჭრილი, იგლოვდა თავისივე ძუს სიკვდილსაო. მართლა გულით უგლოვია მეფესა, მოსწულებია მისვლა სასახლესა. თურმე უთხრა მამიდასა, პატარების დედა შენ იქნები, შენვე უპატრონე ვითა შენივე შვილებსაო. თვითონ მიეძალა ქეიფსა და ნადირობასა, ხვაშიათ სამით ვუმკლავდებიო, თურმე ვერ გაუმკლავდა დედის დაკარგვასა. თურმე ამბობდა, ბურდუხანმა თან გაიყოლა მეფის გული, ტანი დამრჩა კაცისა, სასახლეს ვეღარ მივსულვარ, ყველგან დედოფალი მგონიაო. თურმე გატყდა კაცი, გაანდო ხვაშიადი მოახლესა. უცვნია სისუსტე კაცისა, მოახლე მისვლია მძინარესა, თურმე კაცი ვერ მორევია ვნებასა, მესამე ქალი გაუჩენია მეფესა, თურმე რუსუდანი დაურქმევია, რუსუდანი ჰქვია მეორე ასულსა. დამალვა ადვილი იქნებაო, ვიტყვი რუსუდანსა, ჩემივე ასული ეგონება ხალხსაო. დაუმალია, სასახლის ახლოს პატარა სახლი ჰქონია მეფესა, იქ მიუყვანია. მანამ ამბოხი დაიწყებოდა, გაგვიმხილა, დიდი ხარ ვეღარ დაგიმალავო, კიდევ ერთი დაგყავსო. ჩემს მერე შენ უპატრონეო, პატარა სახლი მქონდა მივეციოს, სარჩოს ნუ მოაკლებო, რუსუდანი პატარაა, მერე გავუმხილოთო, მანამდე შენი საიდუმლო იყოსო, დედის სიკვდილიდან მესამე წელსა დაბადებულა ჩემივე მესამე და რუსუდანი 1171. მეფემ ამბოხის მერე უმალ თანამოსაყდრეთ გამომაცხადა. მიმძიმდა, თავიდან მეგონა ბრალი რუსუდანისა, მეგონა მის გაჩენას მოჰყვა სიკვდილი დედისა. მერე მამიდა მამშვიდებდა, დედა უფალმა გაიყვანაო და აჩუქა მამასა. დედა თავისთან წაიყვანა, თუ ასე მოიქცევი გულს ატკენ მამასა და დედის სულსაო. მერე თანდათან მივეჩვიე, ვითა ღვიძლი და შევიყვარე, მამიდა გავიდოდა, მე ვიყავი პატრონი ჩემივე დისა. თურმე გაუგონია პატარას, დედა მომიკლა თქო, ვერ მოიშალა, ჩაიდო გულსა. მამას შენ უყვარხარ, მე ვერ შემიყვარაო, მესამე გაუჩენია, რუსუდანი დაურქმევია, ჩემივე სახელი მიუსციაო. ბრაზი მოერეოდა, ძულხართო ვერ გიტანთო, მამამ მოსაყდრეთ გაკურთხა, მე მკვიდრეთ გამოგარჩიაო. რად გამაჩინა, მისი სიკვდილი მე დამაბრალესო, ძე უნდა და მამასა, ჩემი დაბადება არ გაუხარდაო. ძულხართო, მტერი ვარ მთელი მოდგმისაო. მამიდა მიცოდა, ვუმალავდით მამასა. მამა ხვდებოდა, თქვა, უფალმა სასჯელი მარგუნა, ბურდუხანმა მითხრა ერთად ვევედროთ უფალსაო.
მე სანადიროდ წავედი, უფალმა დედა გაიყვანა, მარტო დამტოვა, სასჯელად შენივე და მარგუნაო, ეცადე თავი დაიცვა, ჩემი მემკვიდრე ხარ, მამის სასჯელი გერგებაო. ვიცოდი მავნებდა. შამქორი მოიგო მეფემ, უდრეკნი მოდრიკა, ურჩნი და იმორჩილა, ვერ დასძლია ვერაგობანი ღვიძლიდისა. გაუგია, იური რუსმა უღალატა მეფესაო, ვმალავდი, მისი ცოდვანი გაუმხელია, გავაგდე. თურმე მიუწერია, მოდი თამარი გავაგდო თუ, მისი მოძულენი შენი მომხრენი გახდებიანო, მე სასახლესა ვიქნები, კარებს შიგნიდან გავტეხავო, მერე შენივე ცოლი ვიქნები, მეფის მოძულენი ვართო. მაჩვენე ძალა კაცისა, მე გაჩვენებ ქალისასო. მევე ვიკისრებ ხარჯსაო, ვიცი, მეფეს ხაზინა და უცველი აქვსო. ყუბასარი მოძულია მეფისა, უზრუნია, თურმე საჭურჭლენი და უმალნიაო, მე ჭურჭლე თუ ხუცესის სახელო ეყოფაო. თუ დიდი მხედრობით მოხვალ, მეფეს ერთგული არავინ დარჩება, ამისთვის წინასწარ ვიზრუნებო. შევირთე სოსლანი, ვითაქმარი მეფისა. მანამდე მივედი, დავითახმე უფლის წული ოსთა მეფისა, მანამ მოვიდო და დავუმალე შოთასა. ეგონა მეფემ მიღალატაო, ვიხმე ვარძიასა, მოიწონა გეგმა მეფისა, თქვა, მეფისა სიბრძნემ დამჯაბნაო. 1000 გზა მოვიფიქრე, მერე გადავიფიქრეო, მეგონა ფიქრმა, მეფე დამაკარგვინაო, მეფემ მეფური ხედვა გამოაჩინა, ვემორჩილები ჩემივე მეფესაო. მერე მოვიდა იური რუსი, თავისი მხედრობითა, ადრევე სცოდნიათ მოძულეთა მეფისა. თურმე მართალი უთქვია მამასა, სასჯელი გერგება ვითა მემკვიდრესაო. ცოდნია ჩემივე დასა, ცოდნია მეფის ერთგული თავადები დაიწყებენ ჭოჭმანსაო. მიერთგულა ორმა კაცმა, სოსლანმა, ვითაქმრად გამორჩეულმა, შოთამა ვითარჩეულმა გულისა. მეფე გიორგის 10,000 მუდმივი მხედრობა ჰყავდა, მოვახერხე, 5 მიუმატე 10-სა. შოთამ მეფის სახელით თავი მოუყარა, მეფის ერთგულსა, 15,000 მესხსა. თორელმა გამრეკელმა სძლია ჯავახეთსა, სოსლანმა მოარბია მეამბოხენი დასავლეთსა. მერე ერთად მივიდნენ, შეებნეს, სძლიეს მეამბოხეთა. იური რუსი დაატყვევა გუზანმა, სანაცვლოდ ითხოვა პატიება მეფისა. გამოარკვია შოთამა, ვერაგობანი მეფის ორგულთა. უკადრებელნი ჩემივე დისა, სამუდამოდ გადაიმტერა ჩემივე და რუსუდანი. თურმე გამოარკვია ვერაგობანი, ჩემივე შეწყალებული მეჭურჭლე თუ ხუცესისა. სოსლანმა შური იძია, ყუბასარი, ვითა მოღალატე დასაჯა სიკვდილითა. მერე შოთა დავადგინე, ვითა მეჭურჭლე თუ ხუცესი მეფისა. შოთამ შეძლო ხელახლა დაეთვალა საჭურჭლენი მეფისა. მანამდე მეფის საჭურჭლენი ბარდებოდა საცავის მცველსა. მოთამ მითხრა, თუ მეჭურჭლე თუ ხუცესი ვერ აგია, მეფე საჭურჭლეს ვერ დაიცავსო. მეფემ ბრძანოს სიგელითა, ხაზინა გაიყოსო, განძი დაიცვას განძის მცველმა, ხაზინა დარმაო. ორივე მეჭურჭლე თუ ხუცეს დაემორჩილება, მე მეფესაო. მე დავითვლი მეფის სიგელსას, მერე დავითვლი საგანძურსა და ხაზინასაო. ხარკი და ალაფი მეფის ხალხმა ჩააბაროსო, ასლი სიგელისა მისცენ მეჭურჭლე თუ ხუცესსაო. სიხარბე მეფის რისხვას მორევიაო, უთლუ არსლანმა არ იცოდა სათვალავი საჭურჭლისა, თვითონვე იბარებდა, თვითონ ინახავდა სიგელსაო. ბოლომდე ვენდობოდი შოთასა. მიმდევრობით ელაგა სიგელნი მეფისა, მოვიდა ხარკი ხაზინასა, მეფის სიგელით დაიხარჯაო, ამდენი მართებს ხაზინის მცველსა, ამდენი საგანძურის მცველსაო. მერე მთხოვდა, მეფის ხალხმა დაითვალოსო, სიგელის ასლი მე მერგოსო. არ იცოდა ხაზინა დარმა, არცა საცავის მცველმა, როდის მოისურვებდა მეფე დათვლასა. მეუბნებოდა, ხაზინა მეფის ძალაა. მეფის ძლევა მოსილი სარდალი მეჭურჭლე თუ ხუცესია. მეფის ძლევა მოსილებას ხაზინა ზომავსო. მეფემ თავის ხაზინას უნდა უსმინოსო. მხედრობას ხაზინა ითვლისო. ბრძოლას ხაზინა იგებსო. გირჩევ, მეფემ წინასწარ იცოდეს თავისივე ხაზინის ძალაო. ურჩთა სახელებს ხაზინა გეტყვისო. მეომრის ძალა საჭურველია. მეფის მხედრობის ნახევარ საჭურველი იკავებსო. ხაზინა მისცემს საჭურველსაო. შოთა ბოლომდე დარჩა მეჭურჭლე თუ ხუცესი მეფისა.